სალამი ძვირფასებო, დღეს გაგიზიარებთ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ტექნიკას ჰოლისტურ თერაპიაში, ეს არის EFT tapping-ი. თუმცა სანამ გადავალთ პირდაპირ ტექნიკაზე და პრაქტიკაზე, მანამდე პატარა შესავალს გავაკეთებ. Emotional freedom technique, ანუ EFT tapping-ი არის ინოვაციური მეთოდი, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიას, ნეირომეცნიერებას და აღმოსავლურ მედიცინას. ემოციური ბლოკების, სტრესის, შემზღუდავი რწმენების დასაძლევად. ეს EFT ეფუძნება აკუპუნქტურის პრინციპებს და გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, ტვინის ნეიროპლასტიურობაზე. ტვინის ნეიროპლასტიურობა ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი მუდმივად ვითარდება, იზრდება და შეუძლია, რომ დაისწავლოს ახალი მიდგომები, ახალი გზები, შეცვალოს ძველი, ჩაანაცვლოს ახლით. ახლა უცებ შევეხები რამდენიმე საკვანძო დეტალს, როგორ მოქმედებს EFT ჩვენს ორგანიზმზე. როდესაც განვიცდით სტრესს და ჩვენ მუდმივად თითქმის განვიცდით სტრესს, იმიტომ რომ გარემო არის სტრესული, ჩვენი ემოციები გვსტრესავენ, ჩვენი ფიქრები გვსტრესავენ, ამ დროს ნერვულ სისტემაში აქტიურდება fight or flight რეჟიმი, ანუ იბრძოლი ან გაიქეცი. როდესაც ადამიანი განიცდის შიშს ან უარყოფით ემოციებს, სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტიურდება, რაც იწვევს სტრესის ჰორმონების გამოთავისუფლებას. ეს არის კორტიზოლი, ნორეპინეფრინი, ადრენალინი. ეს აჩქარებს გულს, სხეულს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს და იბლოკება ასევე პრეფრონტალური ქერქის, ანუ ჩვენი მაღალგანვითარებული ტვინი, ჩვენი გონივრული აზროვნების ცენტრი. ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმი, ანუ სტრესული რეჟიმი იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას. ნელ-ნელა გამოჰყავს ჩვენი თითოეული ორგანო მწყობრიდან და იწვევს პრინციპში ჩვენი პრობლემების უმეტესობას. EFT tapping-ი აქტიურებს შვიდობის და განკურნების რეჟიმს, ამცირებს სტრესს და ამშვიდებს სხეულს. ამაზე ჩატარებულია უამრავი კვლევა და კვლევებმა აჩვენა, რომ tapping-ის ერთ სესიასაც კი შეუძლია კორტიზოლის შემცირება დაახლოებით 25-50%-ით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ერთი პატარა სესიისთვის. EFT ეფუძნება ტრადიციულ ჩინურ მედიცინას, რომელიც გვასწავლის, რომ სხეულში არსებობს ენერგეტიკული არხები, რადგან ყველაფერი შედგება ატომებისგან, ყველაფერი არის ენერგია, ჩვენც ვართ ენერგია. ენერგეტიკული არხები, ეგრეთ წოდებული მერიდიანები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გვაქვს ნერვული სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, ვალკუნთოვანი სისტემა, რომელიც მიყვება და იმეორებს მთელი სხეულის ფორმას, ხო? და ასევე ჩვენ გვაქვს ეს ენერგეტიკული არხები, სადაც შესაძლოა წარმოიქმნას ბლოკები. Tapping-ის დროს ამ წერტილების სტიმულაცია ხელს უწყობს ენერგიის ნაკადის გაწმენდას. ასევე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ tapping-ი არეგულირებს ლიმბურ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ემოციების მართვაზე, ემოციურ რეგულაციაზე და ემოციური ინტელექტის დარეგულირება ფაქტობრივად არეგულირებს ძალიან ბევრ საკითხს ჩვენს ცხოვრებაში. Tapping-ი ასევე აქტიურებს ვაგუსის ნერვს, რომელიც აკავშირებს ტვინს სხეულთან და ასტიმულირებს თვითგანკურნების პროცესს. ვაგუსის ნერვის სტიმულაცია ძალიან გვეხმარება ნერვული სისტემის ჰორმონების რეგულაციაში და ბრძოლის რეჟიმიდან დასვენების რეჟიმში გადმორთვაში. ასევე tapping-ი ხელს უწყობს ტვინის ნეიროპლასტიურობას, რაც ნიშნავს, რომ ძველი ნეგატიური რწმენები იცვლება ახალი პოზიტიური შეხედულებებით. როდესაც tapping-ის დროს ვამტკიცებთ ახალ პოზიტიურ რწმენებს, ვქმნით ახალ ნერვულ კავშირებს ტვინში. ამას გამოვიყენებთ ზუსტად ფინანსებთან დაკავშირებული შემზღუდავი რწმენების შეცვლით ახალ სიუხვის რწმუნებულებით და სხვათა შორის ეს ტექნიკა შემდეგ სამომავლოდ ჩვენთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ დილის აფირმაციებთან ერთად, რომ კარგად ჩავტვირთოთ სხეულში ეს ახალი რწმუნებულებები. იმიტომ რომ tapping-ის დროს იქმნება ახალი ნერვული კავშირები. ნერვული კავშირები კი ნიშნავს ახალი ცილის წარმოქმნას ჩვენს სხეულში, ანუ ახალ მეხსიერებას, ახალ რწმენებს. ტვინი აღიქვამს ახალ ინფორმაციას, როგორც ჭეშმარიტებას, რაც ამცირებს სტრესს და აჩქარებს პოზიტიურ ცვლილებებს. ასევე რატოა ეს მეთოდი ჩემი ფავორიტი? ამ მეთოდით დაინტერესდა
ძალიან ბევრი მეცნიერი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩაატარეს ძალიან ბევრი კვლევა. ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ აკუპუნქტურული წერტილების სტიმულაცია, აი ამ EFT მეთოდით, ამცირებს ამიგდალას აქტივობას. ამიგდალა ეს არის ჩვენი შიშის ცენტრი. როდესაც ამიგდალა არის აქტიური, ამ დროს ჩვენ გვგზნობთ შიშს, ჩვენ გვგზნობთ შფოთვას. წარმოიდგინეთ, აი ამ ყოველდღიური EFT-ით ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გავთავისუფლდეთ აი ამ შფოთვისგან და შიშებისგან. უფრო კონკრეტულები რო ვიყოთ, მაგალითად 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ EFT-ის პრაქტიკა ამცირებს შფოთვას 76%-ით და დეპრესიას 74%-ით. რომ შევაჯამოთ და მარტივად რო ავხსნათ, თაფინგი მოქმედებს როგორც ემოციური reset ღილაკი, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ცვლის ქვეცნობიერ რწმენებს. როცა სტრესის დროს ტვინი იბლოკება, თაფინგი აღადგენს ემოციურ ბალანსს და შიშს ანაცვლებს სიძლიერით. ასევე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თაფინგი ამცირებს კორტიზოლის დონეს და ხელს უწყობს სხეულის და გონების განკურნებას. ანუ ეს არის ბუნებრივი, მეცნიერულად დამტკიცებული ტექნიკა, რომელიც არამხოლოდ სტრესს ამცირებს, არამედ გვიცვლის ნერვულ სისტემას, ენერგეტიკულ ველს და ქვეცნობიერ რწმენებს. თუ ამას გამოვიყენებთ რეგულარულად და ამ კურსის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ რეგულარულად და ყოველდღიურად, ამის საშუალებით გავაძლიერებთ ჩვენს ნერვულ სისტემას, ორგანიზმის ჯანმრთელობას, ფინანსურ სიუხვეს და ემოციურ კეთილდღეობას.